ეგრეთ წოდებული შავი წერტილები გორში. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას 3 თვის წინ ჩვენს ეთერში გაკეთებულ განცხადებას ახსენებს. მუნიციპალიტეტის მერი პირობას დებდა, რომ ახლო მომავალში იმ ქუჩებზე, სადაც ავარიები ხშირად ხდება, კამერებს დაამონტაჟებდნენ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებდა. აღმოჩნდა, რომ დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა და ავარიების რაოდენობა ამ ხნის განმავლობაში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ავარიების რაოდენობა 12%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობის სფეროს ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ. გორში თამარ მეფისა და ძმები რომელაშვილების ქუჩების კვეთა ერთ-ერთია, სადაც ავარიები ხშირად ხდება და უმეტესობა ტრაგიკულად სრულდება. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მთავარ მიზეზად მოსახლეობა გადაჭარბებულ სიჩქარეს, მოძრაობის წესების დარღვევას, მანქანის ნასვა მდგომარეობაში მართვას და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს. მიზეზი ის არის, რომ არ აჩანს აქ, ესე იგი ეს ავტოსაგზაო ზნაკებით როგორ ვთქვა, არ აჩანს და ბევრი ავარიები ხდება, ძალიან ბევრი. და ეს აუცილებელია რომ გაკეთდეს ისე რომ ბევრი ჩამოსული არის ის საერთოდ როგორ რანაირად იმგზავრონ, რა ვიცი, ეს ყველაფერი მისახედია რა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია აქ გორში. შეუმჩნევლად ძალიან ბევრი ავარიები ხდება. აი ეს 2-3 წელია უკვე საშინელი მდგომარეობა არის. მანქანები ისე დადიან, არც უფრთხილდებიან ფეხით მოსახლეობას. ისეთი ავარიები ხდება, რომ აი არ ვიცი რა გავაკეთოთ მოსახლეობამ, მივმართეთ, განცხადებაც დავწერეთ და ველოდებით 3 წლის წინ მივმართეთ. მაგრამ პასუხი არაფერი გვითხრეს. ეხლა კიდე ველოდებით. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. 3 ქალბატონი ძირს ეყარა, გუშინ წინ ისეთი მდგომარეობა იყო. რომ არ ვიცი, რაღაცა ხო უნდა იყოს არა საშველი. ისეთი ხშირი შემთხვევებია, რომ უკვე მიჩვეულება, რაღაც დაბრახუნდება, უკვე ავარია ამეთქი, მორჩა რა. ეგ არის რომ ამ თავარი არავინ დაიღუპოს და არავინ იმას ახერხებს კაცო. რაღაცა უნდა გააკეთონ, ან ის დააყენონ აი ლეჟაში პოლიციისკი რო ქვია, რაღაცა მე ხა ქართულად არ ვიცი მაგას რა ქვიან და. ხო. ან შუქნიშნები თუ შეიძლება დააყენონ, კი დგას აქ ნიშანის, გაჩერების ნიშანი, მაგრამ არ უსქერენ. გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე სამების ქუჩის მცხოვრებლებიც საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში 10-მდე ავარია მოხდა და მათგან რამდენიმე ფატალური შედეგი დასრულდა. თამარ მეფის ქუჩის მსგავსად ავარიები აქაც გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება და პრობლემის მოგვარების მიზნით მოსახლეობამ ეგრეთ წოდებული მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებაც არაერთხელ ითხოვა. რა თქმა უნდა, გეუბნებით ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ხდება აქ. ან ჯერ უბანმაც მოითხოვა, იმათ მოითხოვა, რომ შეეკეთებინათ ის. საწინააღმდეგო ის გადასასვლელები რამე და არ გაკეთდა რა დროს. არ მოკეთდა. ძალიან კარგი იქნება თუ გაკეთდება. აუცილებელიც არის და არ უყურებენ. სტოპი წერია, განიშნები დააყენეს ახლა სოახლახან და არ აქცევენ ყურადღებას ახლა მძღოლები, ბევრი ისეთი მძღოლია, მაგრამ ის რო იქნება, კარგი იქნება. თორე 2 წლის წინ აქ ისეთი შემთხვევა მოხდა, ჩვენ ძვირფას ხიევანი მქონდა, რომელიც დაგვინგრიეს. ჩემს სახლს დაანგრიეს, ეს რომ ფანჯრის ქვეშ კიბე იყო დანგრეული. კიბე კი არა ის, კედელი. მაგრამ ღმერთის როგორ ვთქვა, ღმერთის ის არის ჯილდო, რომ არავინ არ დაზარალებულა, ასე ვთქვათ, რომ ვინმე რომ მომკვდარიყო ავარიით, მაგრამ ერთი ქალი კიდე მეზობელი არის მოდიოდა ურნაში უნდა შეეყარა ნარჩენები და დაეჯახა და სამატყობოში მოხვდა. ახლა ეს 3 ქალი კიდე და მაგისნერი ბევრი რამე აგრეთვე თვითონ ძღოლიც ხო ელაპარაკოს, რომ ქალი დაეჯახა ბავშვით და აი ეგეთი მდგომარეობები ბევრი ხდება აქ. მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა ესეთი სახელწოდება ქვიათ მათ ჭკვიანი კამერები, რომელიც დადგება ქალაქის ალბათ სხვადასხვა ადგილებში, სადაც მოძრაობა ესეთი ინტენსიურია და სადაც მძღოლები არ ემორჩილებიან ნიშნებს, დადგება ყველგან. გორელებს პრობლემის მოგვარებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ჯერ კიდევ მაისის თვეში პირდებოდა. თუმცა პრობლემა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისევ მწვავედ დგას. მაშინ კონსტანტინე თავზარაშვილი ტელეკომპანია დიას ეთერში აცხადებდა, რომ ეგრეთ წოდებულ შავ მონაკვეთებზე, სადაც ავარიები ხშირად ხდება, ჭკვიანი კამერების დამონტაჟება მოხდებოდა. თავზარაშვილის უწყებაში 3 თვის შემდეგაც იგივეს აცხადებენ.
ამ გზაჯვარედინზე და ქალაქში კიდევ რამოდენიმე ადგილას დაგეგმილია მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით ეგრეთ წოდებული მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟება, როგორც კი თანხების მოძიება მოხდება, მას შემდეგ დაიწყება ეს პროცედურები. მანამდე ამ გზაჯვარედინზე კონკრეტულად საგზაო მოძრაობა რეგულირდება საგზაო ნიშნებით და ძღოლებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საგზაო ნიშნებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული ავტოსაგზაო შემთხვევები. საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებენ სფეროს ექსპერტები. მათი განცხადებით, წინა წლებთან შედარებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში ავარიების რიცხვი 12%-ით გაიზარდა. ისინი ქვეყნის ახალმთავრობას ამ მიმართულებით გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენაც მოუწოდებენ. ეკალალიაშვილის თქმით, რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა არც კი განიხილება და შედეგიც სახეზეა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთსა და იმავე მონაკვეთებში ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხდება საგზაო შემთხვევები და ისინი სრულდება ფატალურად ან მძიმე დაზიანებებით. და ბუნებრივად იბადება შეკითხვა, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ამ მონაკვეთებზე, რომელსაც ჩვენ შავ წერტილებს და შავ მონაკვეთებს ვუწოდებთ, აი ეს განეიტრალდეს ეს მონაკვეთები და აღარ მოხდეს ფატალური საგზაო შემთხვევები. დღეს არსებული ვითარების შესაძლებლად ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის მონაცემების შეგროვების და ანალიზის გაუმჯობესება, რადგანაც რეალურად მოხდეს მიზეზების დადგენა ამ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების, ეს არის სიჩქარე, ეს არის გამართული ინფრასტრუქტურა, თუ ეს არის ნასვამობა, მოგვცემ საშუალებას, რომ უფრო ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები მოვახდინოთ. გორელები ავარიების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უმოკლოს პერიოდში სთხოვენ. მოსახლეობა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის შესამცირებლად ეგრეთ წოდებულ შავ მონაკვეთებზე სიჩქარის შემანერებლებისა და შუქნიშნების განთავსებას მოითხოვს.